ბისთვის საინტერესო თემას უნდა შევახოთ. სამწუხაროდ ბავშვები თანამედროვე ტექნოლოგიებთან ძალიან დიდ დროს ატარებენ, მათი სხვა აქტივობებში ჩართვა კი მშობლებისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა. ახლა კი სალომე ჯიჯელავა გაგვიზიარებს სამ ვებგვერდს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი შვილების მიერ გაჯეტებთან გატარებული დრო სასარგებლო გახდეს და მათ დამატებითი ცოდნაც შეძინოთ. ნახოთ. ხშირ შემთხვევაში ბავშვები გაჯეტებთან ძალიან დიდ დროს ატარებენ, მშობლებს კი ამ პრობლემის გადაჭრა უჭირთ. სწორედ ამიტომ დღეს გაგიზიარებთ სამ ვებგვერდს, რომლებიც პატარებს დაეხმარებათ, რომ ტექნოლოგიებთან გატარებული დრო სასარგებლოდ გამოიყენონ. პირველი ვებგვერდი არის spaceplace.nasa.go. აღნიშნული ვებგვერდი NASA-ს მიერ არის შექმნილი და ის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ამ ლინკზე გადასვლისას დავინახავ, რომ აქ არის მოცემული პლანეტები და თუ მე ავირჩევ პირველივე მათგანს, რომელიც არის დედამიწა, პატარას აქ შეუძლია ნახოს დედამიწის შესახებ საინტერესო ინფორმაცია და იმ შემთხვევაში თუ ის იისფერ ფანჯარას აირჩევს, ექნება საშუალება, რომ ნახოს როგორ გამოიყურება დედამიწა კოსმოსიდან. მეორე ვებგვერდი არის thekidsshootseries.com. აღნიშნულ ლინკზე გადასვლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ აქ არის საკმაოდ მრავალფეროვანი ინფორმაცია ისტორიის შესახებ, ასევე ხელოვნების შესახებ და მაგალითად მე ავირჩევ პირველ ფანჯარას, რომელიც მეცნიერებას ეხება და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ აქ არის საკმაოდ მრავალფეროვანი ინფორმაცია გარესამყაროს შესახებ. მაგალითად, თუ მე ავირჩევ ინფორმაციას დინოზავრების შესახებ, ჩვენ ვხედავთ, რომ აქ შეგვიძლია გავეცნოთ მრავალფეროვან მასალებს და გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ინფორმაციას თან აქვს დართული ვიდეო მასალაც. მესამე ვებგვერდი არის mysteryscience.com. აღნიშნულ ლინკზე გადასვლის შემდეგ პატარებს შეუძლიათ გაიცნონ ინფორმაციას სხვადასხვა მეცნიერული ფაქტის შესახებ, რომლებიც საკმაოდ მარტივი ენით არის ახსნილი. ასევე აქ არის განმარტებული სხვადასხვა პროცესები, მაგალითად. ერთ-ერთ ფანჯარაზე გადასვლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია თვითმფრინავს მძიმე წონის მიუხედავად ჰაერში გადაადგილდეს. ეს ყველაფერი აქ დეტალურად ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ეტაპები ბავშვისთვის საკმაოდ მარტივად არის განმარტებული. იმედია დღევანდელი რჩევები დაგეხმარებათ, რომ თქვენმა შვილებმა გაჯეტებით გართობისას შემეცნებითი ინფორმაციაც მიიღონ.